გადაცემის წარმოდგენია PSP. რა ბაზარია? რუსკა მაყაშვილთან ერთად. ყოველ სამშაბათს 20 საათზე. პოდკასტის ლინკი აღწერაში. დიდი მადლობა ბენც, მოგესალმებით ბანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძვირფასო ტელემაყურებლებო. გადაცემას ტრადიციულად ვიწყებ ჩვენი სინდისის პატიმრების სოლიდარობით, ჩვენი გუნდის წევრს ონისე ცხადაძეს და ყველა უკანონო პატიმარს უცხადებ სოლიდარობას და მალე გათავისუფლებას. ვუსურვებ მათ. გუშინ გაიმართა უკანონო დაკავებულ პატიმართა საქმის არსებითი განხილვა, ამით მიდოდა დამეწყო, მოდით ნახოთ რა თქვა პროკურორის წარმომადგენელმა ჩვენს ონისე ცხადაძეზე. ყურებს არ დაუჭერე და თვალებს. ცხადაძემ ჯობს ფლოტს და სხვა მძიმე საგასისრო და სამართალ დამცველების მიმართულებით. ესე იგი, ონისემ პარლამენტის მიმართულებით ისროლა ჯოხი, ბოძი ეგ არ იკმარა, მერე მოგლიჯა კლდე და ეს კლდე ესროლა პარლამენტის შენობას, მერე ეგეც არ იკმარა და მოგლიჯა მთლიანად მცხეთა. მცხეთა ესროლა პირდაპირ, მცხეთა ესროლა, მერე იალბუზი მოუგლეჯია ძირფესვიანად და ის შეარჭოს სპეცრაზმელს შორიდან. მერე ეგეც არ იკმარა, არაბეთის ნახევარკუნძულს მოუაჭრა ნახევარზე მეტი და ის ესროლა. ამ რეალობაში ერთი-ორჯერ მეც გამისროლა პარლამენტის შენობისკენ ძლივს მიპოვეს, ძლივს. მოკლედ ეს რა თანამშრომელი ყოლია და ვერ ვაფასებდით სათანადოდ. ვინა ყოლია? მონსტრი, ცხოველი. მინდა კიდევ ერთხელ გავამხნევო ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმარი და მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ხვალ არის 26 აპრილი უწყვეტი პროტესტის 150 დღეა ძვირფასო მეგობრებო. გამოდის რომ ხვალ ორი ღირსშესანიშნავი თარიღია 150 დღე შესრულდება, რაც ხალხი ქუჩაში უწყვეტად აპროტესტებს არალეგიტიმურ მთავრობას და ასევე 150 დღე სრულდება, რაც ოპოზიცია უწყვეტად ლანძღავს ერთმანეთს. ესეთი დამთხევაა. ხვალ 26 აპრილს გაიმართება დიდი აქცია, რომელზეც მთავარი მოთხოვნა იქნება არალეგიტიმური მთავრობის გადადგომა. სხვათა შორის ამბობენ, რომ ამ აქციაზე ოპოზიციაც იქნებაო. და ოპოზიციამ დაიბარა მარტივად რომ გვიპოვოთ TV პირველის კამერების წინ ვიდგებით მკაცრი და შეუვალი სახეებითო ან იქვე შორი ახლოს. აქციებს აწყობენ აქტივისტები, ოპოზიცია ფაქტიურად აღარც ერევა ხოლმე არაფერში, ისე არიან მოდუნებულები, რომ ფრაზა დაიწყო ამ მთავრობის დასასრულის დასაწყისის თქმაც კი ეზარებათ. ხანდახან წამოიძახეთ მაინც ქვეკარი ხალხო, რომ ჩვენს გულებში პატარა ნაპერწკალი მაინც აინთოს რამდენიმე წუთით. ისევ ჩაქრება, მაგრამ რაღაცა მაინც გულს უხარია უცებროდ გაიგონებ ამ ფრაზას, აი სიამაყით ივსები, რომ არ იქ მთავრდება რაღაცა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ აღდგომის წყიდვალის დღესასწაულზე დაიწყეს დაკავებები. არადა წინა ღამეს ოცნების წევრები ეკლესიაში იდგნენ, რამდენი ილოცეს, რამდენი იპოზიორეს კამერების წინ, რამდენი სანთელი დაანთეს, მაგრამ მაინც დაიწყეს დაკავებები მეორე დღეს. ქართული ოცნება რომ ძალიან კრეატიულია, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა მიმდინარე კვირას. მათ გამოიგონეს აქტივისტების და აქციის მონაწილეების დაჯარიმების ახალი მეთოდი. სულ ახალია, სულ ახლებენ, სულ აპდეითი ხდება. მოდით ნახოთ რა მესიჯი მიიღო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 8 მარტს დავჯარიმდი მანქანის არასწორი გაჩერებისთვის 5000 ლარით. PS მანქანა არ მყავს. ადამიანებს მანქანები არ ჰყავთ და საგზაო ჯარიმები მისდით.
წარმოგიდგენიათ უსამართლობის რომელ საფეხურზე ავედით, რომ დანაშაულების მოგონების რაღაცა დეპარტამენტები აქვს უკვე გაკეთებული და ინდივიდუალურად ყველას რაღაცა არარსებულ დანაშაულს უგონებენ და არგებენ. ბოლოს იქამდე მივდივართ, რომ აქციაზე დგომა კი არა, ჯარიმა შეიძლება გამოგიწერონ იმისთვის, რომ არსებობ. ანუ ეს ფაქტი შეიძლება ჩათვალოთ დანაშაულად. რისთვის დამაჯარიმეთ რომ მიხვალ და აი რომ არსებობთ იმისთვის გამოგიწერეთ 5000 ლარიანი ჯარიმა. მალე შეიძლება სხვა ფორმითაც შემოგვაპარონ, მაგალითად 112 გაფრთხილებთ რომ მოსალოდნელია უხინალექი და ასევე 5000 ლარიანი ჯარიმა. ან შეიძლება მიხეილ საგარელმა გამოაცხადოს დღეს საუკეთესო დღეა ქალწულებისა და თხის რქების 5000 ლარი დაჯარიმებისთვის. Ну, იგივე მეთოდით დააჯარიმეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მოდით ვნახოთ ეს სკრინი, გია ჯაფარიძე, რომელსაც მანქანა არ ჰყავს, დააჯარიმეს. გია არ გამორიცხო ცოტა ხანში ბინა აღმოგაჩნდეს ვაკეში, რომლის კომუნალურებსაც არ იხდიდი, აგერ უკვე წლებია და კი დაგროვდა 5000 ლარი. აი ესეთი ბრალი ხო შეიძლება რა უჭის ახლა რა პრობლემა ამის მოფიქრება რა ძალიან მარტივია. მე მაინტერესებს როგორი იქნება ამ დროს სასამართლოს გადაწყვეტილება. ანუ სასამართლოში რო წავა ეს საქმე ხო? და სასამართლო დაგიდგენს რომ მანქანა ყავს. მიუხედავად იმისა რომ მანქანა ქონებაში საერთოდ არ გერიცხება, არ გიფიქსირდება. სასამართლო დაჟინებით გეტყვის რომ მანქანა ყავს. ეს ჯარიმა არის სამართლიანი. ან დაგაჯარიმებთ რომ ყავთ მაინც ნუ ერთი სიტყვით მაინც იცოდეთ რომ ეს ხელისუფლება ამას სპეციალურად ხალხისთვის აკეთებს. ცუც ნუ ფიქრობთ, ცუც. შეიძლება ღარიბი იყოთ, მაგრამ სასამართლო დაგიდგენთ, რომ მანქანაც ყავთ, სახლიც გაქვთ და ბიზნესიც გაქვთ. ანუ ამით ხელისუფლება კი არ გავიწროვებთ, პირიქით, იმიტომ აკეთებს, რომ თავის შეძლებულ ადამიანებად გაგზნობინონ. ახლა წარმოიდგინე, როგორი ხარია, რომ მანქანა არა ყავს და მანქანა ყავს, გეუნება სასამართლო. მანქანა მყავს და გიხარია გახარებული და დიხარ. ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობის ნაბიჯების გამო ევროპა სულ უფრო ინტენსიურად განიხილავს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხს. უვიზო მიმოსვლას გვიუქმებენ ხალხო. ხო და ძალიანაც კარგი. დავდგეთ და გადავიღოთ ფოტოები ხელის გულზე, რომ ეიფელის კოშკის ნაცვლად მდინარაზე გვიდგას ესე. ჩვენი ღირსშესანიშნაობა ხო მამუკა არის და ამიტომ მამუკა დავაყენოთ ასე და გადავიღოთ ეიფელის ნაცვლად. უამრავი ხალხი ვეღარ ისარგებლებს ევროპაში უვიზოთ შესვლით, ვერ წავლენ სამკურნალოდ, ვერ სამუშაოდ და ვერ ტურისტულად, ნუ ვერ სასწავლებლად, რა თქმა უნდა. ვიდგებით ისევ რიგებში და ან მოგცემენ ან არა. ნუ არინერიულოთ ხალხო, ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების შემდეგ ვიზების გამო რიგებში დგომა არ მოგვიწევს. იმიტომ რომ ამ პროცესების მერე დიდი შანსია საერთოდ საელჩოებიც გაგვიუქმონ. შესაბამისად რიგში დგომა არ მოგვიწევს. აი რაც მათ შეიძლება ცოტა დაგვამშვიდოს. როგორც კი გაჟღერდა ინფორმაცია ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების შესახებ, ოცნების წევრებმა თავის ჭკუით დაასწრეს და დაიწყეს ანტიევროპული პროპაგანდა და ვიზა ლიბერალიზაციის დაკნინება. მოდით ვნახოთ რას ამბობს ამ საკითხზე არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე. ეს რაიმე ღვთიური მანანა არის ეს უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა? ჩემო შალვა, შენი ახლობლებიდან ღმერთმა ნურავის დააჭიროს საზღვარგარეთ მკურნალობა და თუ დასჭირდა და თქვენი აი ამ სიბოროტის გამო ვიზა არ მისცეს, მიხვდები მაგ დროს ღვთიური მანანა თუ რომელიმე სხვა ბიბლიური სასწაული. მესმის ახლა რომ ნერვი და შენი ბარხატის წარბები არ გიტოკავს, მაგრამ რა იცი რა ხდება მომავალში. ვიზა ლიბერალიზაციაზე საკუთარი უნიკალური მოსაზრება გაგვიზიარა ქართული ოცნების ერთ-ერთმა წამყვანმა ძალამ, მსოფლიო დონის პოლიტიკოსმა ქალბატონმა ნინო წილოსანმა. მოდით ვეზიაროთ დიდ სიბრძნეს. უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია, თუმცა კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან. ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად. კომფორტულიაო ვიზეო, მაგრამ პატრიოტიზმს ირჩევსო ხალხიო. თვითონ ნინოც ასეა, ხო ვითომ მოდური, მაგრამ ლაბოწენის ფეხსაცმელებში ქართული მიწა უყრია. ხდებით კი პატრიოტი კი არის, მაგრამ აი ამ ლაბოწენის წითელ ძირიან ფეხსაცმელებში ქართული მიწა ყოველთვის ყრია.
ნინიკო, რას ეძახის შენ პატრიოტიზმს? ემიგრანტი რომ საკუთარ სამშობლოში ვერ დაბრუნდება, თავისი შვილის სანახავად, ალბათ მაგას ეძახის შენ პატრიოტიზმს. ერთი სიტყვით სულ გერევა ეს სიტყვები ერთმანეთში. ქვეყნის მტრობა სხვა არის და პატრიოტიზმი სხვა არის, ნინიკო. მე რამდენად უშვებ ხოლმე აი ესეთ რაღაცა ესეთ შეცდომებს, ხო? 1000-ჯერ გითხარი სიტყვის მნიშვნელობებს დაუკვირდი, ან კითხებინეს. ქართული ოცნება უვიზო მიმოსვლას აკავშირებს პატრიოტიზმთან, ანუ პატრიოტიზმს ვიზებში არ გავცვლითო. ხალხს უნდა რომ ეს ნარატივი აჭამონ და დააჯერონ. მე იმას ვერ შეკპირდებით, რომ ხალხი ამ ნარატივს არ შეჭამს და არ დაიჯერებს, იმიტომ რომ რა ვიცი ახლა, სადაც ახლა კაცი რო იწველება, ეგ დაიჯერა ხალხის ნაწილმა, ამის დაჯერება რა პრობლემაა ძვირფასო ტელემაყურებლებო? არა ვამბობთ ხოლმე, რომ ხალხი ბრძენია. ხალხი ბრძენია, რანაირად არის ბრძენი, როცა მე-13 წელია ოცნების გაძლიერებული, აყროლებული პროპაგანდის კვებაზე ვყავარ დასმულები. თან ისევ ჭამთ, რომ არც კი ვიჭყანებით. ქართული ოცნება ისე ხატავს მდგომარეობას, რომ თითქოს ვიზების სანაცვლოდ ამ ქვეყნის დაპყრობა უნდა ევროპას და ხალხს უტენიან ტვინში აი ამ ინფორმაციას. ქვეყანა რუსეთის უკანა ეზოთ აქციეს და გვეუბნებიან ევროპას სამშობლოს გვართმებს ვიზების სანაცვლოდ. ამდენი წელია უვიზო მიმოსვლა გვაქვს და ევროპასთან და ძალიან მაინტერესებს, როდის მიგვიერთა ბრიუსელმა. რომ დადიოდით, აი მაგ დროს როდის მიგვიერთა, რა მომენტში გაუქმდა საქართველო და როდის დაგვიფყრეს, აი გამაგებინა. ეთქობა პარიზის ბუწიკებში რომ დადიოდით, ესენი პარალელურად იღობავდნენ ჩვენს ქვეყანას. შეგიტყუეს იქ, განახეს კაი ცხოვრება და აქ შემოგღობეს. აი ესეთი მდგომარეობა, ეს მტარვალები, არაფრის ღირსები. ვიზა ლიბერალიზაცია და ქართულ ოცნებაზე ერთი ანეკდოტი მახსენდება ძვირფასო მეგობრებო. ცოტა ისეთი უხეში ანეკდოტია, მაგრამ მაინც მოგიყვებით. ადამიანი, რომელიც მუდამ ისვრის უკნიდან, მეგობარს შესჩივლებს, რომ ვერ ვიკავებო და მუდმივად ვისვრიო. მეგობარი ეტყვის, რომ ეგო ფსიქოლოგიური პრობლემაა და ფსიქოლოგთან წადიო. რამდენიმე ხნის შემდეგ ისე ხვდებიან ესენი ერთმანეთს. ეს მეორე ეკითხება, იყავიო ფსიქოლოგთანო? კიო, ვიყავიო. მერე გიშველაო? კიო, მიშველაო. ჩასვრითო ისე ვისვრი, მაგრამ ახლა უკვე ვამაყობ ამითო. ასია ჩვენი საქმე. ვიზების შეჩერებით კი ჩავისვრით, სამაგიეროდ პატრიოტიზმით ვიამაყებთ ძვირფასო ტელემაყურებლებო. საინტერესოა ევროპასთან ურთიერთობებზე რას იტყოდა საფრანგეთში განათლება მიღებული თეა წულუკიანი, მაგრამ თეას არსალია. ისე ეფექტურად მუშაობს წინა ხელისუფლების საქმეების საგამოძიებო კომისიაში, რომ უკვე ფანებიც გამოუჩნდნენ. მოდით ნახოთ როგორ შეაფასა თეას მუშაობა ემზარკვიციანმა. ნათლიამ გენაცვალოს მდედრობითი სტალინი. წულუკიანი თუ მდედრობითი სტალინია, მაშინ ალუ და ღუდუშაური გამოდის მამრობითი ზოია კოსმოდემიანსკაია. მამრობითი იმიტომ, რომ ეგ ხომ ქალბატონი ალუდაა. როგორც თეამ მოიხსენია. თეამ თუ ასე გააგრძელა 100 წლის მერე ქოცების შვილთა შვილები ალბათ ასე იტყვიან, ვაი, ეს ამთავრობა ახლა წამოაყენა წულუკიანი. წულუკიანი უნდა მაგათ, წულუკიანი მიაყენებდა კედელთან. აი ესე. მოდი გადავიდეთ სასიხარულო ინფორმაციაზე. გვაქვს ჩვენ სასიხარულო ინფორმაციების გვაქვს, ისეთის გვაქვს, ასეთის გვაქვს. მართალია ჩვენი არალეგიტიმური მთავრობა ძალიან სწრაფი ტემპებით შორდება დასავლეთს, მაგრამ ასევე სწრაფი ტემპებით ვამყარებთ კავშირებს ახალ მეგობრებთან. ალბათ გახსოვთ წინა კვირას საქართველოს საგარეო ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა ბოტსვანას საგარეო საქმეთა მინისტრს. გემახსოვრებთ ეს დიდებული დღე. ამას რა დაგვავიწყებს? ხო და უკვე ამ კვირაში დიდი გარღვევა გვაქვს ძვირფასო მეგობრებო, ახალი მეგობრების მიმართულებით. ნახოთ თუ შეიძლება ფოტო ვის შევხვდით ამჯერად. ბოჭორიშვილი გაეროში ბურუნდის, ლესოთოს, ნეპალისა და ქუვეითის წარმომადგენლებს შეხვდა ძვირფასო მეგობრებო. სულ მაინტერესებს აი ამ ქვეყნებს რომ ხდება, რაზე ელაპარაკება? ხო ჯდებიან, არა? აი დაჯდა პირდაპირ. აი მაგალითად ბურუნდის, აი რაზე ელაპარაკება? ბურუნდის ერთ-ერთი პატარა ქვეყანა, ბურუნდის რაღაც ცენტრ აფრიკა, აი პირდაპირ ბურუნდი ძვირფასო ტელემაყურებლებო მსოფლიოში ყველაზე ღარიბი ქვეყანაა.
აი რაზე ელაპარაკება? არა მგონია რამე თემაზე ესაუბროთ. მე მგონი ბოჭორიშვილმა უბრალოდ საჭმელი აჭამა. აი აბა სხვა ან და აეროპორტში ტაქსით გამგზავრა. ან შეიძლება ბურუნდის წარმომადგენელს ერთგვარი სახალისო თამაში ეთამაშოს მომავალში. აი მოდი ვიპოვოთ რუკაზე ერთმანეთი. აი ესეთი თამაში. მაგა ბოჭორიშვილმა ბურუნდის ქვეყნის წარმომადგენელს სიმბოლური საჩუქრები გადასცა ვეფხის ტყაოსანი, ღვინო და ჩურჩხელა. 3 დღის შემდეგ წერილი მოვიდა ბურუნდიდან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საჩუქრისთვისო, ღვინო ძალიან კარგი იყო და საჭმელები ძალიან გემრიელიო, განსაკუთრებით ვეფხის ტყაოსანი. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა ქალბატონ მაკას. აქვე მინდა აღვნიშნო, მე გუშინ უბანში შევხვდი ვალერა გელიტაშვილს, უჩა სიმონიშვილს და გეგა გამყრელიძეს. ჩემი ახლობლები არიან რა, შევხვდი ახლა. აი როგორც ამ შეხვედრის შემდეგ არ შეიცვალა არაფერი ჩვენს ქვეყანაში, ისე ბოჭორიშვილის ამ შეხვედრის მერეც არ მგონია რამე შეიცვალოს ამ ქვეყანაში. ასეთი არაფრის მომცემი შეხვედრები და ვიზიტები, რაც მთავარია, ჩვენი ფულით ფინანსდება ძვირფასო მეგობრებო. ალბათ გაინტერესებთ, რამდენს ხარჯავს ქართული ოცნება მსგავს ღონისძიებებში. მოდით ნახოთ საინტერესო სტატისტიკა. 71 მილიონი მივლინებებში და 30 მილიონი სმაჭამაში. რაში ხარჯავს რეჟიმი მოქალაქეების ფულს. ეს ყველაფერი ერთ წელიწადში მოხდა, მეგობრებო, 30 მილიონი სმაჭამაში, 71 მილიონი მივლინებებში. არცაა გასაკვირი 30 მილიონისას რო შეჭამ 71 მილიონის სიარული კი დაჭირდება იმისთვის რომ ეს მოინდელო. ჭამის მერე ხო დადიხარ ხოლმე ახალი ის არის რომ როცა შეჭამ მე ქუჩაში გადიხარ დავდივართ რამდენიმე კილომეტრს ახალ ტრენდია. ვაგზელებ სასიხარულო ინფორმაციებს ქართული ოცნება დიდი სიამაყით გვამცნობს სამთავრობო პროპაგანდისტულ არხებზე ინფორმაციას. მოდით ნახოთ ეს ინფორმაცია. ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯოშუა ჰაკს შეხვდა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს. ახლა იგეგმება შეხვედრა მდივნის თანაშემწის მოადგილის მაზლის შვილთან და ასევე მდივნის თანაშემწის მოადგილის კარის მეზობელთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება შეხვედრა ჯიმ კერფილდთან. ამასთანაც იგეგმება შეხვედრა, რომელიც ძალიან გავს დონალდ ტრამპს პროფილში. და ეს ყველაფერი არ არის ძვირფასო მეგობრებო, დავითაშვილის ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის შემდეგ შეხვდა კიმბერლი ლოუს მამიდაშვილებს და კიმბერლის ბიძაშვილებს დედის მხრიდან, სადაც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კიმბერლის ნათესავებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი. აქვე მინდა შეგახსენოთ კახიკალაძის განცხადება, რომელიც რამდენიმე წლის წინ გააკეთა. ნახოთ ეს ფოტო. რამდენიმე წლის წინ გაკეთება, რა თანამდებობა აქვს თანაშემწის მოადგილე რა უბედურება არის. ასე აგდებულად აღიქვამ და კახი 4 წლის წინ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას და დღეს როგორი საამაყო თანამდებობა გამხდარა ძვირფასო მეგობრებო. მთელი იმედის პროპაგანდა ამას აზიარებს. თანაშემწის თანამდებობის და თანამდებობის მოადგილეს შეხვდა თანაშემწის მოადგილეს. და მონოლოგის ბოლოს მინდა გავცნოთ ისეთი პოზიტიური ინფორმაცია, რომ მეშინია ზედმეტი სიხარულით ემოციური შოკი არ მიიღოთ. მოემზადეთ, გთავაზობთ ქართული ოცნების ოფიციალურ განცხადებას. ხალხო, ყურადღებით წაიკითხეთ, ყურადღებით მომისმინეთ. ისტორიაში პირველად იმედი ავრცელებს სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველო ერთ სულზე რეალური და მყიდველ უნარიანი ეკონომიკის ზრდით 21 საუკუნის საუკეთესო სამეულშია და ამ ლიდერობას 2030 წლის ჩათვლით ინარჩუნებს. 20 წლის ჩათვლით ინარჩუნებს. ბოლოს უნდა დაემატებინათ და ირმის ნახტომის გალაქტიკაში საუკეთესო 4-ეულში და ხოლო ანდრომედას გალაქტიკაში საუკეთესო 5-ეულშია საქართველოს მყიდველთულარიანობაში. 21 საუკუნის საუკეთესო 3-ეულში ვართ, ხალხო, გესმით, ხალხო, გამომხედეთ. გესმით, რას გეუბნე, 21 საუკუნის საუკეთესო 3-ეულში ვართო. ერთ სულ მყიდველთულარიანობის ეკონომიკის ზრდითო, გესმით? კაცო, გესმის, რას გელაპარაკები, გესმის. გამოიხედე აქეთ.
დაანებე თავი მაგ ცარიელ მაცივარს, კაცო, რა დაგჩენია მაგ მაცივარში. გამომხედე, ნახე რა ინფორმაციას გეუნები. გისმინე 21 საუკუნის საუკეთესო სამეულში ვართო. დაკეტე ეგ მაცივარი ათქიდა. წარამარო აღებ რა იყო. დენი მაინც დაზოგე, ხო იწყვილად იღება დენი ინტება რა. რა სიმაშრები რა, მაგდენი ფული გაქვს. ან იმ ცარიელ მაცივარს რა შესკერი, არაფერი არ ადევს. და რითვერ დაიმახსოვრე, მაგრამ წიდველ თუნარიანობაში ვარ მე სამეულში. გილოცავთ, აი ამ დიდ ბედნიერებას. ჩვენ შოუს აფორმებს 21 საუკუნის საუკეთესო სამეულის ლიდერი ბენდი თამარ ლეკვეიშვილის ყმები. მადლობა. ფასო ტელემაყურებლებო დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია რეჟისორი და მსახიობი კახა გოგიძე. აქვე მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვაა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია სანდომი. სანდომის პასკები მრავალფეროვანი, არჩევანი და ტრადიციული გემო. სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქში სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. აქვე შეგახსენეთ, რომ ყოველ სამშაბათს YouTube არხზე რუსკა მაყაშვილი წარმოგიდგენთ პოდკასტს რა ბაზარია. გადაცემის პარტნიორია ეკოუდი. ეკოუდში დაგხვდებათ 30-ზე მეტი ხის სახეობის და 500-ზე მეტი დასახელების ხის სარემონტო პროდუქცია. ეკოუდი უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. გადაცემის პარტნიორია Voice-G ავტომოპასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ სიახლის შესახებ ჩვენმა შემოქმედებითა ჯგუფმა გავაკეთეთ ახალი სატელევიზიო გასართობი არხი, რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი. ჩვენი არხის ნახვა შეგიძლიათ მაგთიზე, რომლის ნომერია 45 პულტზე ნომერი 4-იანი და 5-იანი. მომავალ კვირაში მალე ვიქნებით სილკნეტსეც, ამიტომ დაგველოდეთ ყველა ქსელზე. შეგახსენეთ აქვე რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ოპოზიციონერი ყარაჩოხელები. ოპოზიციონერ ლომებს გაუმარჯო. აბა როგორ ახართ ლომებო? მაგრა ვარ, ვანო მაგრა ეხა ვერ ვრიალებულოდ ნაბახუსებზე ვარ თორევა. დავიწყოთ სადღეგრძელოები. გაუშვი, აბა მით. თუ მზად ხართ ბიჭებო დავიწყოთ. მოდი მე დავიწყებ. გინდ მეძინოს, მაინც ამ თავრობის დასასრულის დასაწყისის ფიქრში ვარ. ვაშეგე. თვალს გავახელ, ამ თავრობის დასასრულის დასაწყისის ფიქრში ვარ. აბა აქციაზე ნახეთ ვინა ვარ. თქვენ გარეთ ხართ, მე კი ამ დროს შინა ვარ. ვინც წინ არის, იმათ უკან გონი ვარ, ვინც უკან დგას, გონიათ რომ წინა ვარ. ვაშეგე ნაცვალე რა მაგრა გამოგივიდა. მოდი მე გავაგზელებ. გააგზელე. მეც ვიდე ერთი სადღეგრძელო ლექსანა რომ თქვა. არ მსურს ქოცი რუსეთისგან მართული. რობოკოპებში ვარ მე გადახლართული, რომ დავიცვა მომავალი ქართული, ოღონდ თუკი კამერაა ჩართული. მოდი ჩვენი თამადობით ყველა ჭეშმარიტ ოპოზიციონერს გავუმარჯო. ენაცვალე ჯიგარ. კამერის წინ კეთილიც გვიყვარს. აბა ერთი სადღეგრძელო მეც. აბა მიდი. მოდით ბიჭებო, ამ ფიალით იმ გმირ ოპოზიციონერს გაუმარჯოს, რომელიც აქციის დროს უშიშრად სპეცრაზმელთან მივა, თვალებში ჩახედავს და პირში მიახლის. როგორ არ გცხვენია ბიძინას, რომ ემსახურებიო, გამოტრიალდება და წამოვა. მოდი დუბინკის მოქნევამდე უდრეკ და უშიშარ პოლიტიკურ რიდელებს გავუმარჯო. ოქროსი თქვებია, ოქროსი. მოდი ამ სასმისით იმ ოპოზიციონერს გაუმარჯოს, რომელიც აქციაზე ზუსტად საღამოს 8 საათზე გამოდის, საინფორმაციო გამოშვებაშივე ჩაერთოს. მერე ინგა გრიგოლიას თოქ-შოუში ჩაერთოს. მერე გაიარა გამოიაროს ფორმულას მიკროფონი ნახოს და გიორგი თარგამაძესა და ჩაერთოს. მერე იქედან ვახო სანაიას ჩაერთოს
და ამ ემოციებით დაღლილი სახში რომ მივა ტელევიზორთან ტახტზე დაეგდება და იტყვის ესეც ასე დღეის საქმეც გადავაგორეო. მერე ცოლს გახედავს და იტყვისო ქალო ერთი გამოიღე ხوار რა უნდა ჩავიცო აქციაზე ეგ დამილაგეო. აი ეგეთი გიგრიანო აბარა წოდეს ბიზინა. უნდა წოდეს მაშ. მოდი ამით იმ ალალ მართალ ემიგრანტებს გაუმარჯოთ, რომლებმაც დაგვიჯერეს ჩვენ ოპოზიციას ამერიკის ერთი შტატიდან მეორე შტატამდე გახსნეს საარჩევნო უბნამდე 3000 მაილი გაიარეს და ხმა ოპოზიციას ანუ ჩვენ მოგცეს. ჩვენ კიდე აქციაზე მარშის დროს რუსთაველამდე 3 კილომეტრის გავლა გვეზარება. მოდი ჩვენი თამადობით იმ პოლიტიკოსებს გაუმარჯოს, რომლებსაც სჯერათ რომ შვიდობიანი აქციებით ამ ხელისუფლებას გაისტუმრებენ. გენაცვალე როგორ მიყვარს ეს სადღერძელო 13 წელია ვსვავ და არ ამბეზრ. გენაცვალე მოდი ახლა იმ პოლიტიკურ ადანდალი დანდალის გაუმარჯოს, რომელი ადანდალი დანდალის გავაჩაღეთ და აგერ უკვე 150 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს. გაუმარჯოს ჩვენ კიდე გავაჩაღეთ, მაგრამ ამ თავრობას კაცო ეგ შენი ადანდალი დანდალი სურო ოქროს შანდალზე კიდია. ეგეც არის ხო, მაგრამ ჩვენ ხო გავაჩაღეთ და აბა. თავარი გაჩაღებაა თორე. გავაგზელებ რა. ღვინო მწყურია. კარგად ამბობ სიტყვასა. მოდით ბიჭებო, იმ ოპოზიციას გაუმარჯოს. თავრობისთვის ოპოზიცია რომ არის და ოპოზიციისთვის პოზიცია. მოდით ოპოზიციას გიორგი გახარიას გაუმარჯოს. მოდი ამ ფიალით იმ ერთობას გაუმარჯოს, რომელიც რომა ჩვენ გვაერთიანებს და იმ ფიცს გაუმარჯოს, რომელიც ერთმანეთს მივეცით. ერთიანობისთვის, აბა ჩვენ ერთობას გაუმარჯოს. გაუმარჯოს, მაგრამ რავი მე ამ სადღერძელო შენთან ერთად ვერ დავლებ რავი. რატო ვერ დალე რას კი ჩემთან ერთად ვერ დალე. შენ ვის ესაუბრები არ დაგავიწყდეს. მე ეს არის ამ თავრობის დასასრულის დასაწყისის თქმაში ბადალი არ ამხ. უიერი გაჩერდი ერთი ხელმოწავლე არაფერს მომწემი კაცი. ყველა მთავრობაში დეპუტატი იყავი, ის ეცელავარაკები. შენ ვის ეუნები, შენ მტარვალო შენა. შენი გაშვებული მთავრობა არ გაიშვას. მე მეუნები მაგას ბიჭო, მე მეუნები. კარგი. ვის ეუნები შეხელის ბიჭო, შენა შენ ვის ეუნები ბიჭო მაგას? კარგით რა. რას ჭუბობთ? მოდი რა ჩვენი ერთობისა დავლიოთ. ევიღარი, ზუნგლიანო შენა, დადი დაახვია ქედა შემაწავლი ახლა. რა უნდა ვთქვა ახლა ჩვენ აი ინგა გრიგოლიასთან ლაივში არ გავდიოდე ახლა თქვენ კი გაგცემდით საკადრის პასუხს თქვენ. რისი პასუხი გაგცემდით? ზუნგლიანო შენა. ახლა მართლა არ უნდა რა ახლა ეს ვირთაგვა 2% ამომრჩეველი მოდის და ერთმანეთის ზიზღი არ შევიმჩნიოთ. აბა ჩვენ ერთობას გაუმარჯოს. ვაგზელებთ გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსოვდოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP. PSP ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მისი ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია სანდომი. სანდომის პასკები მრავალფეროვანი არჩევანი და ტრადიციული გემო. სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი. გადაცემის სპონსორია ბაზარი ქალაქში სივრცე გართობისა და დაცვენებისთვის. აქვე შეგახსენებთ რომ ყოველ სამშაბათს YouTube არხზე რუსკა მაყაშვილი წარმოგიდგენ პოდკასტს რა ბაზარია. გადაცემის პარტნიორია ეკოვუდი. ეკოვუდში დაგხვდებათ 30-ზე მეტი ხის სახეობის და 500-ზე მეტი დასახელების ხის სარემონტო პროდუქცია. ეკოვუდი უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. გადაცემის პარტნიორია Voice-G ავტომოპასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსოვდეთ ჩვენი სიახლის შესახებ. ჩვენმა შემოქმედებით და ჯგუფმა გავაკეთეთ ახალი სატელევიზიო არხი, რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი, რომლის მოძებნად შეგიძლიათ მაგთიზე ნომერი 45. ვაგზელებთ გადაცემას ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით მინდა წარმოგიდგინოთ ოცნების ჩინოვნიკების მუსიკალური ნომერი და აქვე შეგახსენებთ რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში. ინსაუნდი სტუდია რომელსაც ვენდობით. ნახოთ მუსიკალური ნომერი.
შვებულება ახლოვდება თავხედი უვიზოთ ხარ და ვერსად ვერ წახვედი რა იქნება ევროპაში მეც ვიყო ეიფელთან ამოსული ხე ვიყო რა იქნება შენს მახლობლად მეც ვიყო კომოსტბაში ჩაძირული კლდე ვიყო სიტყვებმა გული ორად გამიყო სულ ორი დღით შემომიშვით რა იყო რა რთულია როდესაც ხარ მედროვე სუხიშვილებს ხომ არ გავხვე მედოლეთ რად გახსენით სანქციების ტომარა ჩვენს ქვეყანას უღუპავთ თქვენსას ხომ არა რა იქნება ცოტა ხელი შეგვიწყოთ ევროპაში სულ ცოტა ხნით ჩვენც ვიყოთ რა გიშველო ზესტაფონელ დედოფალს რაც იარე ალბათ ისიც გვეყოფა რა იქნება ევროპაში ჩვენც ვიყოთ არ გვინდა რომ ოლიგარქის ხე ვიყოთ იქნება მერთხელაც ხელი შეგვიწყოთ ხალხს არჩივით ჩვენ შეგვიშვით ჩვენ ვიყოთ ყველას ნაცვლად ჩვენ ვიყოთ კაი პონტში რომ ვიყოთ Firpaso მეგობრებო, ესალმოთ ჩვენი გაცემის სტუმარი კახა გოგიძე. კახა, ძალიან დიდი მადლობა. დაგვიძველდა. ხო, მოხვედი ჩემთან დაგვიძველდა ხო იცი სტუმრობა და ამბები. კი ბატონო. ხო, ხან არის ისე ხანესია ცხოვრება, მაგრამ ახლა განსაკუთრებით საინტერესო არის ხოლმე შენი ჩვენს გადაცემაში სტუმრობა, იმიტომ რომ ისეთ უბედურ დღეში არის ჩვენი ქვეყანა. ნუ ემატება და ემატება თან ეს უბედურებები რა. ხო და ამიტომ შენი ანალიზი და შენი ესეთი თავის ემოციებით ანუ რას ხო დართული. აი ხო არის რაღაცა ადრე იყო ხოლმე რაღაცა ტოჭკებს ვეძახდით ხო რაღაცა აქ ეს კაი ტოჭკა ხინკალი კეთება ეს არ გააფუჭა საქართველოს წესე რა ეს ტოჭკა არ ფუჭდება იღე აქ უბედურება იღება კარგად იზდება და ტოჭკარი აქ ყველაფერი სუ არის აი რა გინდა სულო და გულო არის ხო მაგამ ბავში თან არის იცი აი ეს ხო და ეს უსამართლობის სერიები ხო და ეგეც იღება რა და თან იმდენად უკვე ისეთია ანუ რომ აი ჟარგონს ვიტყვი რომ აი ეს უსამართლობას რომ გატრუხდა მიხვდი ანუ ეხლა არის ყველაზე კარგი მეთოდი მოიფიქრეს რომ ადამიანებს აჯარიმებენ მანქანები საჯარიმო ისინი მისდით ჯარიმები რაღაცა საავტომობილო ჯარიმები იმ ადამიანებს რომლებსაც ავტომობილი საერთოდ არ ყავთ არც ყოლიან
არებაც კი არიციან. მალე მივალთ იქამდე რომ აკლემი დააბი ოპერის წინ და იმან კუკი იქნა იქ და დააჯარიმებენ. მირი და ამტკიცე რა. ხო. რო დააბი კი არა ქნა. შენ იმას კი არ გააპროტესტებ რომ არ დაგიბავს. არ უქნია ითქვი, იმიტომ ხო გეუბნები, აი მიგვაჩვიეს უსამართლობას რა. ეს აი ნორმაში გელი და კრავი ჩვენი დაწერილია, ქართულია. ეგ იქ ესე მთავრდება ხო რა. დიდკაცთა პატარა კაცსა როდის გასულია მართალის რეჟიმში ვარ სულ. ხედან და თან ამეებს იგონებენ რომ ჩვეული რაღაცა. მოდი ახლა ეს ადამიანი ახლა კახას რა მოუფიქრებს, მიხდი? მე ალბათ მე ხო ბრეჟნევის პერიოდის ბოუში ვარ რა, ბრეჟნევის დროსა. იქ ვიყავით ეს, აი ყოველდღე გვეშინოდა რომ ამერიკა მე ხაიცი რა ბომბი მოიგონა ესე იზავს საქართველოს, აი ეს ამოატრიალებს დააგდებ გვეჯერა. ხო. ერთხელ არ დამავიწყდება, ჭორი თან მერე ჭორებს აგდებდნენ ხოლმე რა, ეგეც ადრე ჭორი გააგდეს ბიჭო მახსოვს, აღდგომასო ვინც წავა კომუნისტების დროს, აღდგომას ეკლესიაში ვინც წავა პირველი შვილი მოუკვდებაო. მართლა მახსოვს ეს ჭორი, მაგრამ ერთხელ გააგდეს კიდე ჭორი რომ 1 მაისო თოვლი მოვავდა 9 მაისო კარტერიო დაგვიშენს ბომბებსო, ანუ კარტერი იყო მაშინ. ამერიკის პრეზიდენტი და ადრე იყო პარადები, ახლა გინდა არ გინდა, უნდა გასულიყავი პარადზე მორჩა რა და რაღაცა დგავარ, ბავშვი ვარ, პატარა მოკლე შარვალი მაცვია. ოქტომბრელი ვარ ბიჭო და 1 მაისის პარადზე და ხელში ჯოხი მიჭირავს, ზედ ფერადი ქაღალდის ყვავილები აქვს, უნდა ვიქნიო და თოვლი არ წამოვიდა ბიჭო 1 მაისს. კი და 9-ში უნდა გენახავი ისად. აი დედა. ისად გარბოდა. მამაჩემი რაღაცა კაცო, ამ იმას სარდობს სქელი კედლები აქვს, ხოლია რა. სერიოზულად ხა პირველში თოვლი მოვიდა, 9 მაისს ომი დაიწყებაო და მოვიდა. ანუ 9 მაისს ომი არ დაიწყო. დაგაჯერეს, რო? დაგაჯერეს ხო და ნუ დღესაც ესეა რა, ხა deep state-ი. ხალხი ხო ესე იჯერებს. ახლა მაგალითად ბოლო რა არის, ხა ბოლო ამბავი რა. აი უვიზო მიმოსვლას ანუ ჩვენ არ გავცვლით პატრიოტიზმს უვიზო მიმოსვლაში. ანუ უკვე დაალაგეს პროპაგანდა რა, ანუ დაალაგდა ხო ესე იგი? მე თუ უვიზო მიმოსვლა მინდა, ესე იგი პატრიოტი არა. ესე იგი პატრიოტი კაცი არა ხარ შენ და ბიჭო ძალიან ცუდი ეს გებელსის მეთოდი იყო რა, რაც უფრო ამაზრზენია ჭორი, მით უფრო დიდი ხალისი და ენთუზიაზმით იჯერებს ხალხიო და ძალიან არ მინდა, მაგრამ ჩვენთან ეს ფორმულა მუშაობს. სადაც ახლა კაცები რძეს გამოვიმუშავეთ, ეგ დაიჯერა ხალხმა. დღეს ესე გამოვედი რაღაცაც. აი მაგალითად ხო რეაქციას ხო ხა კოცების რეაქციები ხო აი მაგალითად მარგარიტა სიმონიანის წინაკვირის განცხადება ერეკლე მეფერო მუხლებზე დაქჩოქილი რო ეახლა იმას და ამაზე რო საერთოდ ჩამიჩუმი არის რაღაცა ლევან ბერძენიშვილი რაღაცა რო თქვა და ერეკლე პაპა როგორ ბიჭო მეცი რა აი გულზე რო იბრახუნეს ხელები და უცებ რაღაცა ისეთი აი ამ წანისის ომის დროს ნეტასად იქნებოდნენ ესენი მე მგონი დაასწრებდნენ მეზარბაზნეები არა ყავს ყვირილით რა და ერთი ის არის რა ანეკდოტი ესეთი რა იქ დაზვერვაზე გააგზავნიან სამამულო ომის დროს სტიპს რა და გააგზავნიან და არა იქით არ წავიდეთო მოვა სულ შემოგლეჯილი აქ ტანსაცმელი არა იქით არ წავიდეთო რა როგორ ფეხოსანი არმია არა არ გაუშვათო ტანკებით არა ტანკიც არ გაუშვათო აბა თვითფრინ არა დაივიწყეთ ის ხარო ბიჭო რა ნახე ეგეთიო და აი ძაღლებიო აბა ძაღლების ეშინია და ესე არიან ესენი ბიჭო რუსეთი არა და იცი ვის ეჭიმებიან ქვეყანას რომელმაც მეორე ქვეყანას 2 ატომური ბომბი გლიჯა კვირაში ერთ კვირაში და იმას ეჭიმებიან თო დაასრულა ის 2 ქალაქი და ის ქვეყანა დაიქვემდებარა და იმას ეჭიმებიან იმიტომ რომ ამის ძალიან ეშინიათ რა აი გეშენ იმიტომ რომ ის არ არის მსროლელი ესენი მსროლელებია ესე რა აი ძაღლების ამბავია რა აი ძაღლები ყავთ ხო ანუ ხო ზუსტად მაგოთ აი შეხვდები რომ ეს ხო რუსეთიდან წამოსული პროპაგანდა ანუ რუსებმა ხო აი რა ადგილებში გვირტყამენ აი ცოდების სიყვარული გაგვიაქტიურეს აი რა ადგილებში იციან რუსები ხო ყველაზე კარგად გვიცნობენ სად უნდა იმუშაონ რა ადგილებში უნდა იმუშაონ შეაქე ქართველი რაღაცა ფული აყარე ხო წამალი ნარკოხა ქართველი ყველაზე არ მინდა ეხლა საწყენ ყველაზე არ მაგრამ აი ისინი გაუაქტიურეს რა ჩვენ ქვეყანას რომ აი ეხლა მოდის აგერ და ყველას ფულს მოგცემს ყველას ჯერ როგორ დაიჯერო რომ მოვა და აჰა შენ ფული ძმაო რამდენი პაჭკა გინდა
აჰა დიპლომა. აი ეს როგორ დაიჯერა ხალხმა? ნუ დაიჯერა რა, იმიტომ რომ ხო იცი აი ცოდვა ისეთი ტკბილი რაღაცა რომ სულ გონია რომ ნუ აი მიდი რა და ეგონათ რომ ფულს ვერა. ადამიანი რომელიც რუსეთში გამდიდრებული მილიარდელია და ჩვენ ხო ვიცით რომ რუსეთში ყველა მილიარდი ეკუთვნის პუტინს. რასაკვირველია. რატომ გადაჩათვალა აი ამ ხალხმა, აი ამ თუნდაც თქვენმა საზოგადოებამ პოლიტიკურმა სპექტრმა რომელიც მის გუნდში იყო, რომ რატო ჩათვალეს, რომ ეს ადამიანი იყო პროდასავლელი. თავი მოიტყუეს. ხო, იმიტომ რომ ეხლა ის პოლიტიკური სპექტრი ყველა ოპოზიციაშია. ოპოზიცია მითხარი რა. ოპოზიცია აი თქვი უბრალოდ ოპოზიცია. თქვი. სიტყვა ოპოზიცია. აი და მოდი კარგ რაღაცაზე. კარგ რაღაცაზე ვილაპარაკო. აი ხო, კაი რაღაც, ნუ კაი ეს არ არის, მაგრამ მაინც ამ თემასაც უნდა შევეხო, რადგან ეს კულტურის სფეროში, ხო? ესეთი წნეხი, მე მგონი, რავია, ხა, წინა ხელისუფლებასაც ქონდა რაღაც პატარ-პატარა ამბები. კი, როგორა, ჩვენიანება და იმათიანება ყოველთვის იყო და მაგრამ ესეთი რეპრესია არ ყოფილა 37 წელის განსხვავდება იმით, რომ ჯერ არ გხრეტენ. ხო. ციხეშიც იჭერენ და რასაც ნათელი მაგალითი ხო მინიმუმ 2 მსახიობი არის ციხეში. ხო. იგივე დოის ამბავი და იგივე აი ხა დოის ამბავი რო განვიხილოთ რა. ეხლა დოი ხო იმ ადამიანს მოახსნევინეს ვინც მისი მეგობარი იყო ხო? როგორც ამბობენ. აი ეს მეთოდი რა არის ხო? ანუ სპეციალურად ხო არ ნიშნავენ ეგეთ ადამიანებს. სტალინი. ხო, რომ ანუ შენივე ახლობელი, ანუ რეალურად ეხლა ნიკა მემანიშვილიც ხო რაღაცა რიგში ჩააყენეს ხო? ამ დოიმ თქვა და ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები რომ ერთი სიკნილს გაათავებდა მაგადაწყვეტილება სანამ მიიღებდა, მაგრამ თავზევით ძალა არ არის. უბრალოდ თავზევით ის ძალა, ვისაც უნდა დაექვემდებაროს ყველა, ვინც მათთან მუშაობს. ეს არის სტალინის მეთოდი. ბეის ვაი ხტობი ჩუჟი ბაიალის. ნუ შენიანებს დასხე რომ დანარჩენებს ეშინოდეს და ნუ ეს გრძელდება რა ჩვეულებრივად. მე ხომ გეუბნები კონკრეტულად დირექტივები მოდის კრემლიდან, ახლა ნუ გგონიათ რომ ისეთი ჭკუა აქვს ამადოს ხე სქემებზე. რა სქემებზე თუ პახმელიაზე არიან, ეგ კომისიაზე პახმელიაზეს ხედა, ხო? 1-2 სასაცილო ადამიანი. რა ის სქემის მომფიქრებლები არიან? შემსრულებლები არიან, მეტი არაფერი რა. დოი რომ საზღვარგარეთ იყოს, ხო? ნუ აი თუნდაც აგერ სომხეთში რომ იყოს რა, ხო გეუბნებით რა. ჯერ დოიანს გადაუკეთებდნენ ეგრე. ხო და ნუ აი მუზეუმები და სახლი და კარი და ყველაფერს მისცემდნენ. მე რა გინდა ხა კაი არ შევედრები არავის, მაგრამ მე ხო გეუბნები რა. წეღავ ნახე ეხლაც ერთ-ერთ ქვეყანას ჩემი დადგმული სპექტაკლის ფოტოებს აზიარებენ რაღაც. აქ ხარ არავინ გაიგეთ. ის კი არ მინდა რომ ვიღაცამ გაღიაროს ბიჭო, ნუ მაგინებ კომენტარში გადაცემას, ნუ მიძღვნი რომ გამაშაო, ნუ მაბრალე. კაი, ესე იგი ფაქტობრივად ჩვენ ახლა რასაც უყურებთ, ხო, ჩვენ დინამიკა, ჩვენი ქვეყნის განვითარების დინამიკა. უვიზო მიმოსვლა გაჩერება, ნუ ეხლა ჩვენ ეს ფრაზას ლაპარაკობთ, ეს ფრაზა, მაგრამ ეხლა რამდენი პრობლემა იქნება, ხო? ემიგრანტი ვეღარ ჩამოდის თავის შვილების სანახავად. შვილები ვეღარ მიდიან იმათ სანახავად. სამკურნალოდ რო ვერ სასწავლებლად ვერ მიდის, სამკურნალოდ ხალხი ვეღარ მიდის. იქიდან ხო მალე ვეღარ გამოუგზავნია. იაფიფრენები რო არის და დაშხუილობენ ქუთაისიდან. ნუ ისიც უნდა იმასაც უნდა შეველიოთ, ხო? რასაკვირველია. რეალურად, ანუ ტემპი სulis განვითარების. თან ისეთ ქვეყნებს ხვდებით, როგორიც არის ბურუნდი, ბოცვანა, თურქმენეთი და რაღაც ეგეთ უყეს. ანუ 90-იანებისკენ, ანუ ფაქტიურად ბრუნდებით, ერთადერთი შეიძლება იყოს, რომ გზები იყოს დაგებული ქვეყანაში. პერსპექტივაში კიდევ ეტყვი რა. დარწმუნებული იყავით, რომ ინტერნეტი ძალიან გაიჭედება. იქამდე მივარო შეიძლება სკაიპითაც ვეღარ ნახო მე ვერ შვილები იქნება ესეთია დიქტატურის გენეზი და ბუნება ესეთია მე მაგიტო ვიძახი კაც 90-იანებში რომ დამაბრუნო მე არ გამიკვირდება და არ მეტკინება და არ მეწყინება იმიტომ რომ ისეთები გავიარეთ არ ვიცი 8 ტონა ხახვი მაქვს ვედროებით დატვირთული ეგ როგორ ყვა? აი ეგრე მოვიდა ერთი და 8 ტონა ხახვი მაქვს და უნდა გადავტვირთო და რამდენად დაცლევ ძალიან გვიჭირდა რა ყველა ძალიან უჭირდა რა განსაკუთრებით რეგიონებს და 80 კუპონათთან წინა დღეს შემოვიდა კუპონი გაიგე და 80 კუპონად მე და ჩემი ძმაკაცი ვედროებით ბიჭო
ხო დავტვირთე და 80 კუპონი და გავიყეთ ზმურად 40 მან წაიღო 40 მე წავიღე და მეორე დღეს ეს 80 გახდა 8 თეთრი ჯერსუ ჩიპოლინოს დედავიგინი ამ ხახვის გამო ბიჭო მე ერთი წელი არ ვჭამე იმიტომ რომ იმდენი ვისუნთქე რომ ტანში მქონდა უბრალოდ ზეთში თით ჩავდებდი და უკვე მოვსო დამთავრდა ეს ხახვიანი იყო და ორი წელი არ ვჭამე ხახვი და მეორე წელი უკვე პროტესტის გამო იმიტომ რომ ნუ ეს რა დღეში ჩავარდი მაგიტო ვიძახი ბიჭო ჩვენ გაუძლეთ უარესები გვაქვს გაკეთებული ნანახი უბრალოდ ახალგაზრდები მეწოდებიან ხო, არა, ბოლო-ბოლო შეშაზე და გაზეთებზე ვწავდით, საჭმელს და ამას გავიხსენებ და მორჩა რა. 90-იანებია და ყველაფერი ერთად გამოირთო, სულ ყველაფერი ერთად გამოირთო, გაზი, ელექტროენერგია, ბენზინი გათავდა. ხო. დამთავრდა, ანალგინი გათავდა. ყველაფერი გათავდა, ბინტი, მარლა, პალტი ხაღა. ხო. ბიჭო, ვართ ესე და სტუმრად მივედი ერთ ჩემ მეგობართან რა და რა გაჭამოთო მაქვს მარტო კარტოფილიო მაგრამ ზეთიც რაღაცა მაგრამ რაზე შევწვა არაფერი არ მაქვს და მამისმა მე ვიცი რაც უნდა შევწვათო ხო მოდიო აიღო ეს ტაფა დავთვალეთ ჩავყარეთ მე ცნობილი მე კარტო ახალციხეში აბა რა კარტოფილი ჩვენია დავთვალე რაღაც დავყარე ამ ტაფაზე დაასხა და დაიჭირეო მე მითხრა ტაფა დავიჭირე თავიშს უთხრა გამოიტანე გაზეთებიო გამოიტანა და ეს ჩემი ძმაკაცი გაზეთებს უნთებს მე ტაფა მიჭირავს ეს ძმაკაცის მამა ურევს მოკლედ შევწვით ზეგისთვის შევწვით ამან დაამოღამერე დიდი ისინი გააკეთა ეს გაზეთები და ნელ-ნელა უწვა აწვიდა რა ამ ცეცხლს დაუწი არ მიიწვას და პარს დაუწე შევჭამეთ ნუ რა შევჭამეთ ახლა მაგას უცებ მიხვდებით რა შევჭამეთ რო დავამთავრეთ ყველაფერი ხვალო კიდე შევწვათო ოღონდ სოფლის ცხოვრებაზე ეგეთი გაზეთი იყო სოფლის რატო მეუთხარ კომუნისტო ცუდგებოა გაზეთს რომ პავლი ხოჩაძე აი წალამზე რატო წავე რომ წალამის გაზეთები გვაქვს ნაჭამი არ ვიცი და ღვინოც რა იყო რა იყიდება ღვინოს აი კაი აღარ ვიტყვი რომელ რეგიონში იღებოდა ეგ ღვინო დაბადების დღე იყო თუ რაღაცა იყო აღარ მახსოვს რა და იქიდან ჩამოტანილი ღვინოც გაქრა არ იყო ღვინოც რაღაცა კონიაკი შემოდიოდა ბიჭო თეთრთავიანი სვავდი და არაფერი ფხიზელი მიდიოდა ღამე იღვიძებდი ზე გათრობდა თო აი პოზორას ვეძახდით აი ეგ თვალე გუშინ წინ დავლე და დღეს რატო არ ესეთი გადავარდნილი და და რომ მივედი რომ მეთქი ღვინო მინდა მეთქი რაღაცა არის და გაგატანო ფხნილსო რა ფხნილს გამატან შეჭე აბა თან იცი რა ეხლა რომ სამართლებაზე რო არ გვიკვირს იმანაც აბა რა სუფთაწვენი მოუდა ჯებისას აი ესე დამცინეს თო რა სუფთაწე კაი აბა სხვას ვერ იშოვიდი და ვერც ვიშე ესო შენო ოღონდ როდის გაქო დაბადების დღეო თუ რაღაც ბანკეტი მეთქი ხვალ დღეს არ გააკეთო ხვალო დადე 20 ლიტრიანიო ჩაყარეო მოურია და 1 საათში იქეიფეო ზე გაღარდალიო თუ დაგჭარა აი მეთქი რა იყო ეგ აი რა ვიცი თო ჩაყარე მოურია აი მე რა ღვინო იყო იცი შენ დამწურ შემოვლე რაღაც ეგეთი ღვინო ტანინიც რომ იყვება რა და ნუ ბოლოს დარჩა კარგად ვიგებ დავთოვეთ რაღაცა ბოლოს დარჩა ბოცა შემდენ ხო სუზუ ხო ვერ დავლედი დილით გამოვედი ბიჭო ეს კაცითელის ფერზე რა ქარო არის წვანე ჭაობი ბაყაყები ცხოვრობენ უკვე შიგნით გემოზე გავშიდა წყალი ჩვეულებრივი წყალი ანუ მეორე განდალიო მაგიტომ მითხრა ამ დღეს რო გააკეთებ ხვალ წყალი იქნება ანუ ღვინო იმ დღეს უნდა გაგიგე ეგეც კი ნანახი გვაქვს ეგე ანუ ღვინის იუპი იყო რა ხო იუპი იყო ღვინის ოღონდ მეორე დღეს ტრუხდებოდა და ეხლა როა ტეკილა და რა კონიაკი და აღარ იქნება არც ახალგაზრდებმა რო იცოდნენ ხო ეხლა რადგან შენი ამბები ჩამოვარდა და შენ ყველაფერში აქ დაბლოკილი ხარ უზბეკეთში ყვავი ხო იცი რა ბიჭო აი მოგიყვები მაგითო წერან ხო თქვი რომ იქ აი დოის არ იყოს მეთქი რა იქ იციან ვინც ხარ რაც ხარ აი საზღვარგარეთ გადის ქართველი დაამთავრდა ყველაფერი ხარ ხო
აქ ხარ არავინ თორე იქი მორიგი რაღაცა მიწვევა იქიდან გამომიგზავნეს რომ აი კულტურის მინისტრის მოწვევა რომ ფესტივალი პირველად უზბეკეთში რატო არ იყო სხვათა შორის არ ვიცი მიგვეს თეატრალური ფესტივალი და თქვენ ხართ ჟიური ექსპერტი რაღაცა და ნუ მოკლედ რა და ეხლა სულ რაღაცა ისე ვიცვამდი ხოლმე ყოველთვის ეხლა ისე ვიცვამ რა ცოტა მოწესრიგებულად და რატომ მაინც იმ დღეს გადავწყვიტე რომ ჩავიცი რაღაც სპორტული გამოგლეჯი რაღაცა ბამბაზის ხალათით რაღაცა ავდივარ თვითფრინავში და რომ უთხარი მეთქი სად არის მეთქი და სტიუარდესა მეუბნება რომ აქვე ანუ ბიზნეს კლასი აღმოჩნდა რაღაცა რას მე ვესწარი მიწა ნათოქნიკაცია ბიზნეს კლასი რაღაცა ხო კაი სპორტულებით მოკლედ წავედით რა ჩავფრინდით და რომ ჩავდივარ ამ ტრაპზე და ვიღაცა შავ კოსტუმში ძალიან ოფიციალური პირი მელოდება უკაცრავად კახა გოგიძე ხო აქეთ მომბზანდით მეთქი დამიჭირეს ამ შობეზე რა დაგიშავეთ რა დამიჭირეს მაიბახი დგას ჩემთვის მაიბახი მეთქი რატო არ ჩავიცვი მაიბახურად მაგრამ რა ვიცოდი ბიჭო მიმიყვანეს სასტუმროში ახალი გახსნილი სასტუმროა სულ ცხოვრობთ რამდენიმე ადამიანი მე ვენესუელის პრეზიდენტი ზევით და დანარჩენი ჟიურის წევრები ვინც არიან ის ჩემი მეგობრები ვისთან ერთადაც მე დავდივარ ხოლმე ერთი ფრანგი ერთი პოლონელი თურქი ყაზახი მოკლედ რა და ავედით დავსახლდით რაღაც ჩემი მეგობრები ვნახე ფრანგი რეჟისორი და რატო გუსვამ ფრანგ რეჟისორს ხას ხო და ეს პოლონელი რეჟისორი და 2 დღეა დავდივართ უკვე როგორ აი მიჩვევა იცის ხო კეთილდღეობამ რა უკვე რომ აი კარზა აი რომ გაჩერდება ელოდები რომ კარი გაგიღონ აბა რომ შენ თუ გააყედა სახე რატო არ გამიღეთ კარი აი ეს გაფუჭებს რა ხრწნის მოკლედ ვარ გამამბაში და ნახე კიდე 3 სპექტაკლი კეთილდღეობა ხო გრყნა აი აბსოლუტურად რა ჩემი ძმაკაცი მიერეკავს ეს ფრანგი რეჟისორი მესამე დღეს უკვე რა დილას რომ ეს რა გვაკადრეს კახავ ეს რა გვაკადრეს მაიბახები აღარ გვეყოლებავ ეხა პაზიკში ვარ გაზდილითო გასვლით ერთხელ გასვლით სპექტაკლები ვიყავდე დავიკარგე მუთაკაში გახვეული ბავშვი პატარა დამატარებდა დედა ჩემი და დავიკარგე ავტობუსში და ბოლოს რო ნახეს ყიბის აი ესე რო იკეტებოდა ავტობუსები გახსოვ იმის ყიბის ქვეშ ვიყავი შეგორებული და მეძინა ჩემთვის მან გაზდილი ხლა მაიბახი აღარ აყვას ერთი დედას ხო არ ვეტყოდი რა მაგრამ მე ხო ევროპელი უნდა ვიყო და ვითომ ფუფუნებაში გაზდილი აია როგორ მაკადრეს მაგათი დედა მაიბახი თუ არ იქნება ჩემი ფეხი არ იქნება ჟიურის ვიტო მარშრუტკა მერსედეს ვიტოები რო ხო ხატვიზა შემოვიცხადე რა და ვიტო მარშრუტკაში მოგვათავსეს კაი ჯანდაბას მე ვთხარი კრისტოფ დაწყნარდი ძმაო არა უშავს სამაგიეროდ გასახსენებელი გექნება შენ თორე მე იმდენი მაქვს ეგეთ ჩამოვედით შედიან ამ ჟიურის წევრები ამ ვიტოში და მე რომ უნდა მივიდე და თქვენ არაო ერთი უზბეკი ადამიანი რატო მე ვთხარი თქვენ აქეთ და ჩემი მაიბახი მოაგებენ როგორ ჩავჭეკ იცი აი ესე ხოდა ვაი თქვენს პატრონს ხიფუ თქვენ დაბიოებო თქვენ და ერთ ჩემი ფრანგი ძმაკაცი შედის ამ ვიტოში და იცი როგორი თვალებით მიყურებს სახში წამიყვანე ძია ერთი ლექსია ეგეთი რა მამლუქები 2 დღე ვაწამე ხო ესენი ვიტოში მე მაიბახში ვიტო მაიბახი ვიტო და ფრანგი მოვიდა და რატო კახაო მეუნება მე რატო არ მეძახიო ჩემთანო შენთანო მეო შენი ძმაკაცი არა ვარო დაეგდე მე ვთხარი შეუპატრონო შენ და დაეგდო ჯუდა რატო მალოდინეო 2 დღე სულხან-საბა რატო ალოდინე თქვენი დედა ალოდინე ავიღე აბაროტი დედას გეფიცები რა სულხან-საბა ეს გიჟია ვის სულხან-საბა ეგრე თქვენი ლუდოვიკოს დედა ვატირე შვილებს დავიფიცებ თუ არ მქონდეს ნათქვამი და გაკეთებული კაი მოკლედ რა მე და ეს ფრანგი და ოღონდ ფრანგს როგორი მაშევიც რა შეტრეში დამელოდე ხა და მე ჩავდივარ რაღაცა მაიბახში დაასუფთავეს არამე მოვა მოკლედ ქართველმა გრუზინმა გაიღვიძა ჩემში და დასრულდა ფესტივალი ხო
მორჩა კონცერტი გალა მალა რაღაცა დაჯილდოება ჰაი ჰუი და გამოვდივარ და მორბის ჩემი გამწარებული პოლონელი რეჟისორი ძმაკაცი ჟიურის წევრი ეს რა გვიყვეს კახა ჩემთან რატომ მორბოდა ყველა არ ვიცი მე რა ის ვიყავი სტალინის დისწული არ ვიცი ეს რა გვიყვეს რა გიქნეს ბიჭო ვიტოს ძღოლმა იცი რა გვაკადრაო რაო და რომელ საათიაო დახედეთ რომ მივედი სასტუმროში წაყვანა გვინდაო ტაშკენტში ტაშკენტი 4 მილიონიანი ქალაქი ეგაც საქართველოს დიდია უი 12-ს გადასწავ წაი თქვენი კამის და წავიდა მე დავასრულე უკეო ის ვიტო წაღარა დაღარც ვიტო აღარ აყავთ და რა გავაკეთოთ კახა მეუბნება და მე ხა უნდა მოვიფიქრო და უცებ ჩემი მძღოლი იქიდან მორბის შენ მაიბაღი ისე ნუ გეშინიათ მე ვთხარი საქართველო რო არა თქვენი პაზიკა დედა დაეყარელით მოკალეთ აი თავიდან ბოლომდე არ ვიცი ეთყობა ანუ მაინც გადმოყვა ეს გრუზინი ქართველია და რაღაცა და აი ბოლომდე მეორე დღეს სხვა ქალაქში მივდიოდი ხო ისევ ის მაიბაღი მოვიდა აღარ ეკუთვნოდა მე მიყვანეს ტაქსთან ჩამს ეს ფლავი მაჭავს გამაცილეს რა აი ესე აქ 5 წელია ხელფასი არა ისა ეგ ვინარი ეგ უნიჭოდა ეხა ახალი ის მოიგონეს არა იქ სახალხო არტისტიკა ხარ ვინჭო ეხლა საერთოდ ახალი მოიგონეს მე ვარ სკეჩების დამდგმელი სკეჩების რეჟისორი ან სკეჩები რატოა ცუდი ვერ გავიგე და ესე გამცირე მე აი სკეჩების რეჟისორი აქ არავინ არ ახარ ხო იქ სახალხო არტისტიკა ბანო შენ აი მსგავსი გადაცემა რო ქონდეს ნებისმიერ ქვეყანაში რაც აქ გაქა აი ვანო 20 მილიონი მასეს ხერა რა გასესხება ხა გაჩუქები იქნებოდი მაგრამ ნუ აქ ესე ვართ რა სამწუხაროდ გინდათ ახალგაზრდებო მოითმინეთ ესეთი წარსული ჩვენ რო ქონდა მაშინ მოითმინეთ და კახა ძალიან მაგარი საღამო გამოგვივიდა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხარდო და წარმატებები გისურვო ყველაფერში იმიტომ რომ მართლაც დიდი არტისტი ხარ დიდი რეჟისორი ხარ მაგრამ იცი მაინც არავინ არ აი უფრო ის არის რა აი მაინც არა ჩვენ იცი თო მეც არავინ არა ვარ ჩვენ აქ არავინ არა სუ დოის რო სუ შეუნიჭო რო ეძახეს კარგი შეკაი ადამიანი ბოლოს კი მაინც ხელსარილი არ მინდა გაგიშვა აღდგომებმა კი გაიარა მაგრამ პასკას ხო იცი პასკის ჭამა ყოველთვის შესაძლებელია სანდომისგან ესეთი კარგი პასკა მინდა გადმოგცე საჩუქრად არც ხელფასი მაქვს რა თქვი რაღაცა არც ისო და საწყალი ცოდო ვარ ხო ზანგიბრიელი პასკა არ მეჭმევა მაგრამ სანდომი დღეს შევჭამ და 11 კილოგრამი თქვენზე იყოს გაიხარე დიდი მადლობა კახა გოგიძე იყო ჩვენი გადაცემის უარი მადლობა ფირფასო ტელემაყურებლებო ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვ და ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში ეხლა უნდა გავიქცე ჩვენი ვიცე-პრემიერი ამერიკაში ხდება ამერიკის კონგრესის დაცვის თანამშრომლის ზედამეზობელს და უნდა უყურო რაღაცა მნიშვნელოვანი ამ საქართველოს ბედი წყდებაო ასე თქვენ ნახვამდის გადაცემის წარმომადგენელია PSP. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის.